მაშინ, როდესაც ქართული ოცნების რეჟიმმა ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის უფლება დაარღვია და გამოხატვის თავისუფლება მათ შორის და ჩვენ გვინახავს არაერთი ადამიანი, რომელსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სასტიკად უსწორდებოდნენ, მაშინ, როდესაც ციხეში 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, 1000-ზე მეტი ადამიანი არის დაჯარიმებული და ქართული ოცნება კანონებსაც კი იღებს იმისთვის, რომ ქუჩებში ადამიანები არ გამოვიდნენ და აქციებზე არ იდგნენ ადამიანები, ამ ყველაფრის პარალელურად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ახლა არის დრო, რათა ისაუბრონ წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, წინა ხელისუფლების მიერ სპეცრაზმის გამოყვანაზე, აქციების დაშლის პროცესში და ისინი იძიებენ წლების წინ ჩადენილ დანაშაულებს, მაშინ, როდესაც არც ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელს პასუხი არ უგია და არც ერთ ადამიანს პასუხი არ უგია, არც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დღეს საუბარი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები პროკურორს დაუსვეს ისეთი კითხვები, რომელიც თავადაც კი არ ახსოვდათ და ამ კითხვებზე პასუხების გაცემა პროკურორსაც კი გაუჭირდა და თია წულკიანს მიმართა, რომ მოიკვლევს ამ ინფორმაციას, რომელიც 2011 წლებს შეეხებოდა კონკრეტულად და წერილობით უპასუხებს და გასცემს პასუხს ქართულ ოცნებას. ოცნება წავიდა ძალიან შორს, ისინი ეჭიდებიან წვრილმანებსაც კი და სწორედ ამ ფორმით დასრულდა დღეს საგამოძიებო კომისიის ხდომა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროკურორის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დღეს კონკრეტულად არ დაუსახელებიათ ის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, რომლებიც მათი, ესე რომ ვთქვათ, ინიციატივით საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოვლენ და კითხვებს უპასუხებენ. შიში უნდა ყოფილიყო, რომ ვისაც სახელმწიფოსთან შეხება ექნებოდა, ვისაც სამართალდამცავთან შეხება ექნებოდა, ან უნდა დაეთმო, რასაც ეთყოდნენ, ან უნდა იცოდა, რომ მას მომავალი არ ქონდა და აი ამ ეს შიში მუშაობდა შემდეგ უკვე. ამ სისტემის შემქმნელი არის ერთი ადამიანი, ამას ქვია მიხეილ სააკაშვილი. ამ სისტემის რამდენიმე ხერხემალი ყავდა, თქვათ, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვინც წარმოადგენდნენ ამ ყველაფერს. ძილების რევოლუციად წოდებული საქმე, სადაც დაკავებული იქნა არაერთი ადამიანი, აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით. ესეც არის ერთი ისეთი საქმე, რომელზეც ასევე გამოძიება არის მნიშვნელოვანი. Თქვენ გულისხმობთ ყვარლის იზოლატორის საქმეს, როდესაც ძილის საშუალებას არ აძლევდნენ ადამიანებს. მაშინ შემიძლია მაგ საქმეზე დეტალურად გასაუბროთ, ჩვენი დეპარტამენტის გამოძიებულია, მაგრამ ასეთი ფორმულებით, სხვა ფორმულება ხო არა აქვს მაგ საქმეს? ტელევიზორით რაც გამოაცხადეს მაშინ ეს არის ლაპარაკი 2011 წელზე და 2010 წლის ბოლო ან 2011 დასაწყისი დაარქვეს ძილების რევოლუცია და თვითონ საქმეს რა ქვია ზუსტად არ ვიცი. ძილები. რუსული ავტომანქანა ძილი. გასაგები. სამწუხაროდ მაგ საქმეს მე ინფორმაციას ახლა ამჟამად არ ვფლობ. და შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლიათ წერილობით მოგაწოდოთ. ციხეები რომ იყო გადატვირთული არასრულწლოვნებით ეს სტატისტიკა არსებობს და გასაგებია, მაგრამ თქვენ რომ იძიებდით იმ საქმეში ხომ არ არის სადმე არასრულწლოვნის ინტერესი, რომ ამ საქმით კიდევ მეტად დავინტერესდეთ და მოგმართოთ ასეთი შემთხვევაში. კეთილი ბიძიების სია, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა შეადგინა და იძულების წესით ართმევდა სამინისტროს მოხმარებისთვის ადამიანებს ქონებას, ასეთი სიები თუ შეგვედრიათ სადმე, ან თვითონ ეს ინსტიტუტი თუ მოგხვდათ თვალში. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენ კეთილი ბიძიებს, ახლა სია არ შემხვედრია ნამდვილად ასე ჩამოწერილი ეს და ეს პირები ნუმერაციით, მაგრამ ასეთი ბიზნესმენების არსებობა რომ ფაქტი არის. საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა დღეს დასრულდა საქართველოს პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ მაღალჩინოსნებს მოусმინა დღეს ქართულმა ოცნებამ და დასახელდა იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში იქნებიან დაბარებული. პარასკევს ზურაბ ჭიაბერაშვილს ელოდებიან საქართველოს პარლამენტში. ამის შემდეგ უკვე სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაიბარებენ და ქართული ოცნება იმუქრება, რომ ვინც არ გამოცხადდება კომისიის ხდომაზე საქართველოს პარლამენტში, ყველას მიმართ კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდება.